გველებს ეს დაძდევდა და მე ნახევარი YouTube-ი დაძდევდა გველს. ძალიან ცუდია რომ აქ ეგო არ დამებუსტოს. მიხედავთ, მაგ საკითხსაც აი ბევრი კითხვა არის წინ. ცუდი კითხვა. ანუ ეს შენთვის ნიშნავს 6 თვით სიკვდილს. იტასზეთი პასუხი. როგორი კაი ტიპები გავიჩინეთ. შემოგევლეთ. მოდი ახლა გულწრფელად. სად ვართ? ერთად დავწიოთ რა. 3 2 1. მოდი ოდნავ clickbait-ით დავიწყებ და ვიტყვი რომ ამ მაგიდის ირგვლივ ეხლა დაახლოებით 1 მილიონი გამოწერებს ხედავთ და დარწმუნებული ვარ რომ თითოეული ჩვენგანი ამ ყველაფერს ძალიან აფასებს, მაგრამ არის ბევრი რამ რაც ამ მილიონობით ნახვეს მიღმა იმალება და ზუსტად ამ თემებზე გვინდა დღეს ვისაუბროთ. მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ შემოგვიერთით. ჩვენ დღეს ვართ ტერმინალში, რომელიც კალენდროს დახმარებით დავჯავშნეთ, ამ ამბებზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ეხლა კი შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი ნაწილი ძალიან მარტივია. მე წავიკითხავ დებულებას და შემდეგ ხმის მიცემის პრინციპით უნდა გადავწყვიტოთ ვის უფრო შეესაბამება აღნიშნული. მაგალითად, რომელი ჩვენგანის არხი უნდა გამოიწერონ ამ ვიდეოს ყურებისას. დავწყოთ. Let's go. სანამ პირველ კითხვას წავიკითხავ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის გადაადგილების ხარდამჭერია Connect-ი. ეხლა კი პირველი საკითხი. რომელი ჩვენგანი იქნებოდა ყველაზე კარგი მაგალითი უცხოელებისთვის ქართული YouTube-ის გასაცნობად? რას ფიქრობთ? აი ქართული YouTube-ს როგორ გავაცნობდით ვისი კონტენტით პირველ რიგში? ჰიტა და გიო. და ავხსნი რატო? ეხლა შეიძლება ხალხმა არ იცის, მაგრამ მე იდეაში შენი ფანი ვარ. ანუ ეს შანსია რა, შენი ხო, აი ბოლო ორი იყო, აი ნამუშევარი, აი როგორ ვუყურე, იცი? თუ მინდა ამოჭერი. გეტყვი. მაგას გისმენ, აი ყურება რო დავიწყე, არც დამიპაუზებია, არც მიჭამია, აი ხო ხდება ბოლომდე რო გული გიფანცქალებს, ხო? აი მაგარი ნამუშევარი იყო, მაგრამ სტილისტიკურად თუ ლაპარაკობთ OG YouTuber-ები ვინ არიან? OG YouTube, ანუ საწყისებში, ლეგენდებში ცალსახად რა. მე კონტენტი სხვადასხვანაირია. მე მაინც თავდავლობას მივაწვევი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონტენტის არანაკლები მომწონს, თუ საუბრობთ ქართულ YouTube-ის აღქმაზე და რაღაცა ამას სჭირდება რაღაც კონკრეტული ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ მინუს ამ შემახო, მეც რაღაც ხანგრძლივი ისტორია არ მაქვს ამ უკვალის დატოვების და ამიტომ გონია რომ ჰიტა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება იყოს იმ chill guys, რომელიც ზის რაღაცებს აკეთებს და ბევრი წელია. ხო. ვაუ, როგორი ტკბილი დასაწყისი გვაქვს ამ ეპიზოდის. ხო, ეხლა თუ მე მე არ დამწერთ არც ერთი, მე დავიწყებ მარტო ჩემი თავში. ოკეი, კარგი, გამოვასწორებ მაშინ მაგ საკითხს. მე კაკო მიწერია, მიუხედავად იმ არგუმენტებისა, რაც კაკომ თქვა და ვეთანხმები ნინუცასაც ნაწილობრივ 50%-ში და კაკოსაც, მეც თავდაბალი ვიქნები. ვიტყვი რომ ბოლო პერფორმანსის და ბოლოს და ანუ ჩვენს ოთხში ესე რომ გავიხსენო უცებ ბოლოს ძალიან მაგარი იყო კაკო ხო თანხდებით მაგაზე შესაბამისად ვიტყოდი რომ აი ვანახებდი უცხოელს და ვეტყოდი რომ ნახე რა მაგარი დონის ვიდეოს ვაკეთებ შეიძლება ახლა საქართველოზე არ არის ვიდეოები და შენს დაწერას ფიქრობდი და ვაპირებდი მე დავწერდი კაკო უცხოელ ადამიანს როგორ აუხსნიდი ქართული YouTube-ის მასშტაბურობას რა დაწვენოთ და აი მაგალითად ნიუცას YouTube ახს ვაჩვენებდი რომ ეჩვენებინა რამდენად გენიალური ქვეყანა გვაქვს მაგრამ შენც არ დაწვენ ჩვენი ქვეყანა არის 3 მილიონიანი ქვეყანა ხო და კაკოს ახლა ისეთი პრაიმი აქვს რაც არასდროს არავის არ ქონია ხამდე ანუ ვიდეოს რო დადებს რამდენიმე დღეში აქვს 9 მილიონი ნახვა რაც ყოველი მე-6 ქართველი გამოდის ეს იქნებოდა არგუმენტი იმისთვის რომ დამერწმუნებინა რომ იმაში რომ საქართველოში YouTube არის ყველაზე ყურებადი რაღაც და ერთ-ერთი ყველაზე YouTube აქტიური ქვეყანა ვართ ძალიან ცუდია რომ აქ ეგო არ დამებუსტოს და როგორ მოიცე არის მიხედავთ მაგ საკითხსაც აი ბევრი კითხვებია ხო კაკო მეც დავწერე დანელია აი დაბალანსდი აი YouTuberi რო ყოფილიყო მე მაგალითად ჰიტას დავწერდი. საუკეთესო მაგალითი მგონია რომ დანელეს ხო აი ბევრ რაღაცას ვაჩვენებდი რა, რაც ამ არხზე გაკეთებულა და თან ძალიან კარგად ხარისხიან წარმატებულად რა და ამიტომ მე დანელიას არხს ავუჩე. მადლობა ძალიან დიდი, მე არ ველოდი. მეტი ისტორიული სექშენია. ახლა რომ ნულიდან ვიწყებდეთ YouTube კარიერას გულისხმობ, რომელს გვეყოლებოდა ერთ თვეში ყველაზე მეტი გამომწერი. მზად ვართ? ერთად დავწიოთ რა. 3 2 1 კაკომ გაიმარჯვა. ამიტომ შეუძლია კაკოს დაიწყოს, ხო? ბოლო პერიოდში აი ტემპის კუთხით რო შევხედოთ, იმიტომ კი არ გამოდის მარტო კაი ვიდეოები, რომ შეიძლება საინტერესო ტიპი ვიყო, ან შეიძლება საინტერესო ადგილებში ვიყო, იმიტომ რომ რაღაც ისეთი რაღაცებს მივაგენი მგონია ალგორითმულად თუ შინაარსობრივად, რომელიც ყოველ შემთხვევაში ქართული აუდიტორიისთვის საინტერესოა. აი ეგ უნდა მეკითხა, ანუ აუდიტორიაში საქართველოს გულისხმობ? ხო და შენი კითხვა საქართველოს გაიგე მაგალითად. მე მაგალითად უფრო გლობალზე წავედი. მე გლობალის აქტიური გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მგონია რომ გლობალზეც
მგონია რომ შეიძლება მქონდეს რესურსი რომ საინტერესო ვიდეოები გამოვიდეს. ვის უფრო გაუჭირდებოდა 6 თვით YouTube-ის გარეშე ყოფნა? მე შემიძლია დავწერო ვის უფრო არ გაუჭირდებოდა და ეგ რა თქმა უნდა მე ვარ ალბათ. კარგი, მზად ვართ? 3 2 1. ჰიტა არის ცალსახა გამარჯვებული რა. იმიტომ რომ ალბათ თავის ლოგიკა აქვს რა, მაგრამ ნინუცას აზრით საინტერესო არის. ჰიტა დავიწყოთ. ჰიტამ დაიწყოს და მე რა შენ. მე მასლა ძალიან გამიჭირდებოდა კი არა, სულად გავხდებოდი, ან მართლა ჩემი იუთუბერობა ისე წავმართე, რომ არ იწყება და არ მთავრდება კამერის ჩართვასთან და გამორთვასთან ერთად რა. ცხოვრებაში როგორაც ვიქცევი და ვარ, ვცდილობ რომ კამერის ჩართვის და გამორთვის მიუხედავად ისედაც ეგეთი ვიყო და სადაც არ უნდა წავიდეთ ეს ჩვენი საქმიანობა თუ ცხოვრების სტილი გახდა რა თითქოს. ანუ ეს შენთვის ნიშნავს 6 თვით სიკვდილს ესე გამოდის გაჩერებას. ეხლა მე მაგალითად წელიწად ნახევარია არც ერთ თვე არ გამაზია ისე რომ თვეში 4 ვიდეოს ვდებ. ჩემი გადმოსახედიდან ეხლა ისე გავაკეთე რომ ყველაფერი აბსოლუტურად დაუკავშირე ამასაც და მიზანი გეზი მაქვს ეგრე რა აღებული. ამიტომ ჰიტას ქვემოთ მეც დავწერე. მიუხედავად იმისა რომ ჰიტას მაგალითად პატარ-პატარა პაუზები ჰქონია. მე იმიტომ რომ ეს რა ქვია, რო გავჩერდეთ ჩამოგვეშლება რა, ანუ ვეღარ შეხვალ რა ფორმაში, ჩვენ ვართ შესულები ერთად ფორმაში და ის ტალღა გვიჭირავს ერთად. რაღაც ხრივ როცა მიხვდები ადამიანი ალბათ რომ საჭიროა თუ გჭირდება უეჭველი, შეიძლება ეხა 6 თვე არა იყო პირობითად რაღაც 1 თვე, 3 თვე იყო, თუ თვლი რომ აღდგენა არ გაგიჭირდება როგორც შენ ამბობ ამ შემთხვევაში და ჩვენ შემთხვევაში არ გამოვაო, შეიძლება პირიქით კარგიც იყოს. ჩემ შემთხვევაში ეხა 6 თვე გავჩერდით, მაგრამ რეალურად 2 თვე ვიყავი ალბათ გაჩერებული, დანარჩენი ვიდეოს ვიღებდი და მე ყოველდღე მივაყარე ვიდეოები, ხო და ეგეც ისეთი ინდივიდუალურია რა. მეგობრებო, ვიდეოსთვის ვაირალ იდეას რო ეძებდეთ, დახმარებისთვის რომელ ჩვენგანს დაურეკავდით პირველად. მაგრამ დისკლეიმერს გავაკეთებ, რომ აქ ესე ვაირალ იდეას არ ვეძებთ ხოლმე და ერთმანეთებში არ ვრეკავთ, რომ აი ვაირალ იდეა ხომ არა გაქვს რომ გადავიღო. ალბათ. ხო, რავი, არასდროს არ გიქნია და რა ვიცი. ნუ ახლა კარგი რა კითხვა, ახლა გველებს ეს დაძდევდა და მე ნახევარი YouTube-ი დაძდევდა გველს. აბა, დანელა, კაკო, დანელა და ოკეი. მე დავაფიქსირე ჰიტა. მე ვიტყვი რა, უფრო დაურეკავდი ალბათ პირველი ჰიტას და მე ალბათ ხვებსაც რომ აი ეს იდეა მაქვს და რას ფიქრობ როგორ იმუშავებს. შენ ხვებსო და აგერე აქ ჩამოწერდი რა, მაგრამ აქ მარტო ჰიტა წერი, ამიტომ გასაგები. მე ჰიტას დაურეკავდი ამ კითხვით რომ აი ეს 2, ეს 3 იდეა მაქვს, ან რაღაც ამ ვარიანტებს ფიქრობ და აი რომელზე უფრო როგორ იმუშავებს, ხომ არ გამიზიარებდი ალბათ მაგაზე, თორე ესე იდეებზე დარეკვა, ხო ალბათ თქვენს გისმენთ რა. მე თქვენ ორი დაგწერეთ, იმიტომ რომ მგონია რომ თქვენი მუშაობის მეთოდი მოიცავს სულ რაღაცა რისერჩების კეთებას და კვლევას. მე დანელა დავწერე, იმიტომ რომ გლობალზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. კაკოს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ნაკლებად სჭირდება ვაირალ იდეო, იმდენად უნიკალურია. მე მაგალითად კაბარო გეცო მაშინ მომეწონა ყველაფერი. ავიცი, ეხლა იმაჩნია რა, მეგონია რომ იდეა. ხახტები, ანუ აი მე მიყვარს, ანუ არ ვიცი ვაირალად არის თუ რა არის, მაგრამ აი კაკო ვაირალ რო პატარა რაღაცა არა. კაკო კაბა? არ მაგაზე ვაირალ იყო, თუ ტრენდი იყო, თემა იყო რა. ჩემი გამოცდილება თუ გაინტერესებთ, მე ზუსტად იგივე ტიპი ვიყავი, სანამ ანაკონდებს დავიწყებდი, მაგრამ რატომღაც ანაკონდის მე გავჰაიპდი, ამიტომ იდეა ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩემ შემთხვევაში არ მოხდა ესე, რომ ეგ იდეის ან ანაკონდას საძებნელად წავედი, მე მაიმონის საძებნელად წავედი და გზაში ანაკონდა დამხვდა და ეგ ანაკონდა უფრო მასშტაბური აღმოჩნდა ვიდრე მაიმონი და ეგ არც კი ვიცოდი, რომ ანაკონდა ამოვიდა და არც კი ვიცოდი, რომ ეგ ვიდეო შეიკრებოდა და რაღაც სერიები რო დავანოს 8 სერიად დავანოსე რა, საბოლოოდ 9 სერიად იქცე, იმიტომ რომ ანაკონდა ცალკე გამოვიყენე და ცალკე დავდი. და რაც შეეხება ჩემ პასუხს, მე დანელე დავწერე, იმიტომ რომ ეხლა ეგეთი ვაირალ მასშტაბური ვიდეოების კეთების ყველაზე მეტი გამოცდილება ისტორიულად შენ გაქვს და მაგითო დავწერე. კი, ისტორიულად ცდილობდი ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაცა გადაწყვეტილად სტრატეგია ვთქვი, რომ ვაირალობის გამო აღარ მოხდება ეგ და სხვა რაღაცეებით ვაფასებ ხოლმე რა ვიდეო გადავიღო და მაგას ალბათ მაყურებელიც დროთა განმავლობაში მიხვდება. ვისი YouTube კარიერა დასრულდება უფრო გვიან? თქვენი აზრით. უფრო ადრე ვიცი, ჩემი დასრულდება. იმიტომ რომ შეიძლება შევეწირო რაღაცას. ერთ-ერთმა ანაკონდამ გადაწყვიტოს რომ აღარ გააგრძელოს კოლაბორაცია. ჰიტას ისეთი პასუხი. არც ერთის. ყველა ერთდროულად კარგი, მარტო ჰიტას აუბრობს ამ YouTube-ერ ვარ ისეთი რაღაცა, რაც ასრულდება. ვერ ჩამოირეცხა. ანუ სხვა სფეროშიც რო გადახვიდეთ, მაინც სულ YouTube-ერად დარჩებით იმ ადამიანების თვალში, ვინც გიყურებდათ რა. და მე მგონია რომ სანამ ის ადამიანები ცოცხლები არიან, ვინ ჩვენ გვიყურებთ და ჩვენ ცოცხლები ვართ, მანამდე რა სფეროშიც არ უნდა გადავიდეთ,
მათთვის სულ ვიქნებით როგორც იუთუბერები რა. მე მარტივად ვიტყვი, ჰიტას იმდენად თავისე მორგებული, იდეალური და კომფორტული კონტენტი აქვს, სადაც თავის მაქსიმალურად საუკეთესო წარმოაჩენს, რომ მე მგონია, რომ აი მაგ ძალიან კაკომრას ვაი მოხუცი ჰიტაო რა. იმდენად მაგარი კონტენტი აქვს, რომ მაშინაც კი შეიძლება, რომ ამაზე უკეთესი ვიდეოები გადაიღოს რა. მაგისთვის ყველაზე კაი შესაძლებელია ვინ რამდენი ხანი აკეთებს. რამდენი ხანი გაკაჭა. შენს კაი გამოცდილება გაქვს. არა, ჰიტა კონტენტის სულები გაქვს რა, რაღაც მიმართულებების თუნდაც ადრე რო მასშტაბზე იყავი, ეხლა უფრო ჩირო ვიდეოები. ანუ შეიძლება ეგ მერე შეიცვალოს, რომ აი რაღაც მომენტში აღარ მინდა, ეხლა ცოტა ხანი და რაღაცა ბიზნესი უნდა მივაჭიროთ და ჰიტა იდენტობაში აქვს გაჯენილი ეგ ამბავი, რომ მგონია რომ რაც იყო ის არის და მე მოხუციც ზუსტად. ანუ რაც თქვა, ისეთი ეკოსისტემა აქვს აშენებული, რომ შეუძლია რომ არ შეწყვიტოს თუ ოდნავ მაინც ეცდება და ეხა ისე აღარც მინდა მაგაზე ფიქრიო რომ არაო ამიტომ უეჭველი არის მაგაში გავმართლეთ მაგრამ მე დავამატებ რომ მე ვფიქრობ იგივეს რაც უკვე ვახსენეთ რომ ნებისმიერ პროფესიაში იტამ თქვა თუ ვარსები სადაც არ უნდა იყო მაინც შეგიძლია კონტენტის კეთება თუნდაც ბიზნესში გადახვიდე არ ვიცი თუნდაც დეველოპმენტში და თუნდაც რა ვიცი კიდე ეგ სხვა სფეროში ის უფრო ადვილად გამოვიდოდა იუთუბერობიდან ტიკტოკერობაზე გადასვლა მარტივად ხო მე ვიტყვი მაგრამ რადგან შენ თქვი რომ ყველაზე კარგად, ყველაზე მეტად ლაშას, ანუ კონტენტის გაკეთებული კონტენტი TikTok-ზე ლაშასი მომწონს. ანუ როგორც კონტენტი, რაღაც აი ფოკუსებს და რაღაცებს რო უკეთებ. მეც ეგ პირდაპირ კონტენტისთვის რასაც აკეთებ. თქვენ სამი ვერტიკალურ მედიაში ძალიან ძლიერები ხართ. მე ვიტყვი რომ ჩემი რეგალია მაძლევს იმის საშუალებას რომ TikTok-ზე ძალიან ნახვადი ვიდეოები გავაკეთო და უბრალოდ მაინც მიუხედავად ამისა, მაინც YouTube-ზე ვაკეთებ თავარ აქცენტს. კარგი სასპონსორო შემოთავაზების შემთხვევაში. ვინ უფრო გადაიღებდა cringe ვიდეოს? 3 2 1. ვერავის ვერ და მე ვერავის ვერ და როგორი კაი ტიპები გავიქცეთ. მოდი ახლა გულწრფელად. მოდი ახლა თავი რეალოსნი რა შემოჭი. ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ cringe ძალიან პირობითი არის და შეიძლება ყველაფერი იყოს ვიღაცისთვის cringe. მაგრამ ჩემ შემთხვევაში არის ესეთ შემთხვევა რომ მე ჩემი ბევრი ვიდეო ძალიან cringe მგონია და თან მარკეტერსაც გააშინა ვისაც თანამშრომლობ რა. თუ ძალიან ზედმიწევნით briefs გვაძლევს და თან ძალიან იხოვენ რომ აი ინტონაცია გაიმეორე და რაღაცა გააკეთე, ანუ აუცილებლად cringe გამოდის. მე დავწერე ჩემი თავი და არა, იმიტომ რომ მეც გადამიღია ალბათ ეხლა რა უყურებ, რა ვიცი, შეიძლება ბევრს განსაკუთრებით ბევრი წელი ვინც მუშაობს თუ აკეთებს კონტენტს, ექნება ალბათ ეგ განსტარო, თავის ძველ ვიდეოს შეხედავს და ცოტა მიიქრინჯება რა და ალბათ ეგ ბუნებრივიც არის, ხო, ვითარდებით რა, მაგრამ არა, იმიტომ იწერია უბრალოდ რომ მომავალში რაღაც უეჭველი ვიცი, რომ აი ნამდვილად არ გადავიღებ ისეთ ვიდეოს, რომელსაც არ ვეთანხმები მინიმუმ, თორე ხა cringe იქნება თუ არა, ეგ კიდე აი გემოვნებასთან მიდის და როგორც თქვი, შეიძლება მეგონოს, მაგრამ ვიღაცისთვის არ იყოს ან პირიქით. ზოგადად მე ძალიან ვიბრძვი სპონსორთან, რომ ისე გაკეთდეს ყველაფერი, როგორც მე მინდა და გამომდის ხოლმე როგორც წესი ძალიან ხშირად. მაგრამ კარგი სასპონსორო შემოთავაზების შემთხვევაში, თუნდაც ვერტიკალურ მედიაში, დიდი სიამოვნებით თუ სპონსორს ეგრემო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი მაგ ვიდეოს და მაგ ფულს ავიღებდი და კარგ ვიდეოს გავაკეთებდი მე YouTube-ზე რა. ჩემი აზრით, ბრენდმა და კომპანიამ და ალბათ ეხა ბევრი ხდება მაგას, არ უნდა გთხოვოს cringe ვიდეოს გადაღება, თუ შენ გაფასებს როგორც კრეატორს. და ზუსტად ესეთი, აი cringe-ობა არა, მაგრამ მე მქონია მოლაპარაკების დროს, რომ ადამიანს უხსნი რომ ეს უკეთესი იქნება, მაგრამ ის გეუბნება რომ არა, ჩვენ ესე გვირჩევნია რა. და აქედან გამომდინარე, თუ მას ესე ურჩევნია და პასუხისგებლად თვითონ იღებს, შენ თავაზობ უკეთეს და თუ არ იღებს და პასუხისგებლობას იღებს მაგაზე რომ ეს ცუდი მირჩევნია, მაშინ იყოს ეგრე. თუ ჩემთვის ოკეია კი. ვაფასებთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც cringe ვიდეოს გადაღებას არ გთხოვენ. ზუსტად ესეთ ბრენდზე უნდა ვთქვა, ეხლა Calendo არის ამ ვიდეოს სპონსორი და კომპანია, რომელიც არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს სხვადასხვა სივრცეები დაჯავშნო. მათ შორის სამუშაო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცით ისარგებლო, ან საკონფერენციო დარბაზზე დაჯავშნო, ან თუნდაც სპორტული მიმართულებით წახვიდე, კიბერსპორტი გინდა თუ მოედნები, ფეხბურთის, კალათბურთის, ადელის და ასე შემდეგ. ასე რომ მუშაობა გვინდა თუ გართობა, ყველა სივრცეს Calendo-ში ძალიან მარტივად დავჯავშნით. ეხლა კი შეგვიძლია გავაგრძელოთ რამდენიმე კითხვა დავრჩა. ვისთან უფრო მარტივია კოლაბორაციის პროცესი? ჰიტა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი აქედან მისთან კოლაბი მქონია და ძალიან ისე იყო რა, გემრიელად გავაკეთეთ ეს კოლაბი და კიდე ერთხელ მინდა რომ ჰიტასთან გავაკეთე კოლაბი და წავიდეთ ეგვიპტეში პირამიდებზე, იმიტომ რომ ჰიტა ნაყოფია რა და მე აქვე თავაზობ მას რომ ჰიტა ეგვიპტეში. წავიდეთ. მეთანხმები, დავიდეთ, შედგეს. ვაუ! მე დავწერე ჰიტა პირველ რიგში, იმიტომ რომ ყოველთვის, ანუ
პირიქით რა ვცდილობს რომ დაგეხმაროს და მარტივად ყოფილა ნებისმიერი ის შემთხვევა რაც ესე ვთქვათ თუნდაც ჩემთან ვიდეოში ყოფილა აი რა ვიცი ტყეში ომობანა გვითამაშია და იქაც კი ძალიან მედალაშან რა დავაშავე მე ეს დებილობა მიწერია ანუ ჩემთვის ანუ ყველაზე მარტივია ესე მაგრამ ანუ ნიუსასთან რო ვიყავი სპეციალურად ჩემთვის მეთქი შორს არ წავიდეთ ჩემთან როგორ და სპეციალურად თბილისში შემოგავიდი მაგრამ მაინც მოკალი მაგ დღეს და დაკალები აი ეგ მე დავწერე ასე რა მეც რომელიღაცა თქვენგან ის დაწერას ვაპირებდი მაგრამ კოლაბორაციული კონტენტი მაქვს რა ძირითადი ნაწილი ამიტომ ძალიან ვაფასებ ყველა იმ სტუმარს ვინც მოდის ჩემთან და ანალოგიურად ვცდილობ ხოლმე აი თითქმის არასდროს არავის უარს არ ვეუბნები თუ ვინმე მე მეპატიჟება იმიტომ რომ ვაფასებ იმ პროცესს რაც ჩემთან ხდება რა მოკლედ ცუდი ამბავია 1 ლარის ბიუჯეტში რომელიც ჩვენგანი გადაიღებდა ყველაზე ნახვად ვიდეოს აი მე ხალხი ბურთულია თუ გახტასაპირებს ვიღაცა? ვიცი, მან პოტენციალი ჩვენ არა გვაქვს ნამდვილად აქ. მე ვიტყვი უცებ რომ მე გადამიღია 0 ლარად ვიდეო, ანუ არაფერი არ დამიხარჯავს, მე მაიმუნია, შევპარულ ვარ. ანუ კამერა თუ არ გაქვს, ტელეფონი თუ არ გაქვს, როგორ უნდა შექმნა საერთოდ ვიდეო. რა სხვანაირი ის არის ახლა? ძალიან რეიტინგული მე ლაშას ვამბობ მაგალითად. მე ჩემთვის. მე ვამბობ რომ გჭირდება მინიმალური ბიუჯეტი, ანუ მე როგორ წავედი, იცი რომ აი მონტაჟში ვიღაცას ფული ხომ და მიცე საწყალზე ხო ფული გინდა აი რაღაც მასე წავედი. მე მგონია რომ ყველაზე მაგმხრივ საუკეთესო გამოსავალი ჰიტას აქვს რა, რომელსაც შეუძლია რომ მართლა ერთი კამერით შეუძლია დადოს, რა ვიცი, ძალიან დიდ ნახვიანი ვიდეო და გაუკეთებია კიდეც რა. პარალელურად რომ გავალოთ რომ სპონსორი რო არ უყავდეს არავის ამ შემოსავალი სასპონსორო YouTube-ზე გათვლილი, ეს ამ ადამიანს მაინც შეუძლია იმედად მაგარი კონტენტი აქვს, მაინც შეუძლია რომ გააგრძელოს. ანუ თუ საჭმელი მაქვს. კარგი, ზუსტად ამ კითხვას ებნის შემდეგი კითხვა, მეგობრებო, საჭმლის პრობლემაც არ იქნება 100,000 ლარად, ანუ ამ ბიუჯეტში ვინ გადაიღებდა ყველაზე ნახვად ვიდეოს. კაკოც გონია რომ გააკეთებს გლობალზე და მე შემგონია რომ გააკეთებ უფრო მეტად, იმიტომ რომ რა დიდი გამოცდილება გაქვს რესურსის ჩადენის. მე დავწერე რა, იმიტომ რომ ძალიან და ამით მასშტაბურობის შექმნის. მე პირიქით ამ ბოლო პერიოდში ხვდები რომ მიჭირს ცოტა ფული რომ გაჩნდა, ვერ მგებულო, არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც კარგი ვიდეო გამოვიდა. პირდაპირ ვიდეოზე რო აისახება. ან შეიძლება აი სამოგზაუროდ ისეთ ადგილას წახვიდე, კი ბატონო, ეგ ექსკლუზიურად წახვიდე, მათ ხოლით მაგალითად, აი ანტარქტიდაზე რაღაც $15,000 ერთ უნდა წახვიდე და ეგ სხვა ამბავია. მაგრამ უნდა ეცადო რომ არ გაგაზარმაცოს რა მაგალითად. ერთხელ ეგ, მაგრამ მაგალითად ჩემ ვიდეოებში მუღამი მე მაშინ მაქვს მუღამი, როცა რაღაცა ლიმიტირებული მაქვს და რაღაცა აი ფუფულების ამბები არ არის. კი, ეგრე არის, მართლა ეგრეა ყველა საქმეში ეგრეა მე. შენ კიდე აი რაღაც თუნდაც ის რაღაც მანქანის გათამაშება, შეტარება, ხარჯები აქვს. წყობის იმის მაგ მასშტაბურობის უფრო მეტი გამოსწორება და მგონია რომ აი მაგასაც სწავლა უნდა რომ აი ფული როგორ დახარჯო ვიდეოში კარგად სწორად რა და მაგ კუთხე შენ ხარჯები აქვს. იმედი მომავალში მეც მექნება გამოსწორება, იმიტომ რომ ფული ჩნდება. ყველაზე მეტ ხარჯიანი კონტენტი ეს არსებობს არის სამოგზაურო ამბავი. და ეს მგონია რომ აი მინუცა რომ ისე ხასიათი ერთი ვიდეოსთვის ეგ ბიუჯეტი რო კონდეს მგონია რომ აი ძალიან მაგარ ვიდეოს გააკეთებ რა და რაღაცა ისეთ ადგილსაც ისე შეირჩევ შენი კონდიტაც ისე წახვალ რომ აი რაღაცა სასწაული იქნება რომელიც ჩვენგანი უფრო დიდ დროს ხარჯავს ერთ ვიდეოზე იდეა გადაღება მონტაჟი გისმენთ ნინუცა და კაკო დაგეგმარს და გადაღებაზე არ კარგავ დროს ძალიან ბევრს და უცებ ვიღებ რაც აი და როგორც მიდის ყველაფერს ისე ვიღებ და ბევრს ვფიქრობ იმიტომ რომ მაგით ვარ ბუნებრივი რომ ეგრე ვიღებ მაგრამ სამაგიერო ზუსტად მაგ ორჯერ მეცხარჯავ მე გამო უდიდეს დროს კარგავ მონტაჟში რომ ის რაღაცეები ის იმ ნარატივით მოყვე რომელიც ვიფიქრე იქ გავიაზრე და ჩემი იდეები სწორად გამოთქვა და პლუს სანახაობრივი იყოს რა და მონტაჟი აი რაო ძალიან დიდ დროს ხარჯავს რა ჩვენ პირიქით ანუ ჩვენ როგორ გვაკიცი იმდენად შორი არის ყველა ლოკაცია სადაც მივდივართ რა რომ აი სადღაც სვანეთში რო ვადიხარ 9:11 საათი რო ვადიხარ აი ხა მეორე დღეს ადრე ვაკეთებდით ეგრე რომ მიდი მეორე დღესვე წადი რა და ეხა ვაკეთებთ ესე რომ გავზარდეთ სამუშაო დღეები ანუ 3-4 დღე გვაქვს გადაღება რომ ჩავალთ ადამიანივით გამოიძინო აკლიმატიზაცია იმიტომ რომ მაღლა ადიხარ და წნევა გაქვს და გაქანავს და აი მაგ ამბავში მიგვდის სადღაც 3-4 დღე ვიღებთ ერთი განსხვავება რაც მე შემამჩნიე ჩემსა და არ ვიცი მე მგონი სხვა კრეატორებსა და კაკოს შორის არის ის რომ ამას შეუძლია მუღამით და იგივე ემოციებით მიუბრუნდეს 8 თვის წინანდელ 5 თვის წინანდელ ვიდეოს. მე რომ მომკლა, აი გახსნათ არ მინდა ხოლმე ფოლდერის რა. ამ შეკითხების დასმისას, რომელი ჩვენგანი იყოს ხებზე ნაკლებად გულწრფელი თქვენი აზრით? არავის წენა არ მინდა. აუ, დაიწყეს ეს. ყველაზე არგულწრფელი ალბათ იტა იყო.
ანუ იმიტომ კი არა რასაც ამოვდი არ იყოს სწორი, იმიტომ რომ არიდებდი თავს რაღაც კითხვებს, იმიტომ რომ არ გინდა რომ ადამიანს არ ვარიდებდი აღარ. ეგრე შენც იყავი რაღაცეებში манипуляციას ვიყენებდი. მე არცაც ვიტყვი, იმიტომ რომ ხიტა ზოგადად ეგეთი ადამიანი, მე ესეც ვიცნობ. მოკლედ, მეგობრებო, ყველა იმაზე უფრო საინტერესოდ მიდის ეს რაღაცა როგორ წარმოგვიდგინა, იმიტომ რომ პირველად ტესტავ ესე ვთქვათ მსგავს ფორმატს და მე მგონი რომ საინტერესო გამოდის და თქვენს მაყურებლებს მიმართავ, ვისაც გაქვთ სურვილი რომ მსგავსი round table არის თამაში ეკრანების ნაცვლად უშუალოდ ცოცხლადაც ნახოთ. ესეთი საინტერესო ამბავი მაქვს. 7 დეკემბერს ვატარებთ პირველ კრეატორ სამიტს საქართველოში, სადაც ქართველი იუთუბერებიც იქნებიან წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, და ასევე გვეყოლება საიდმენის lead editor-ი, მთავარი editor-ი, რომელიც გაგვიზიარებს როგორ ქმნიან წარმატებული ვიდეოებს, კონკრეტულად საიდმენის გუნდში და მე მგონი ძალიან საინტერესო დღე იქნება ამ დღეს, ამიტომ ვიდეოს აღწერაში იქნება სარეგისტრაციო ფორმა, შეგიძლიათ შეავსოთ და invite only იქნება მხოლოდ დასწრება, ანუ ბილეთები არ იყიდება, მხოლოდ ინდივიდუალური დადასტურების შემდეგ მიიღებთ მოსაწვევებს. რა თქმა უნდა, ქართველი იუთუბერებიც იქნებიან ადგილზე, ჩატარდება პრეზენტაციები და ვისაუბრებთ YouTube-ზე, ჩვენ სამომავლო გეგმებზე და რა თქმა უნდა 2026 წლის მთავარ სიახლეებზე, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა და ეხლა ხანს წარმოგიდგინა YouTube-მა. ეხლა კი შეგვიძლია გადავიდეთ მეორე ნაწილზე, რომელიც უფრო მოკლეა და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება. გვაქვს საკითხები, წინადადებების დასაწყისია რეალურად და შეგვიძლია დავასრულოთ რა წინადადებები და დავიწყოთ ბარემ. აქედან. საინტერესოა ვისთან რა მოვა რა, იმიტომ რომ ესეთ საკმაოდ ჭრელი თემებია. ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც YouTube-ის შესახებ ამბობენ, არის რომ ყველას ძალიან უყვარს სიგიჟემ და ერთმანეთზე გარაბუნებრივია ვიღაცას უყვარდეს. ამდენ ადამიანს ესე უყვარდეს ერთმანეთს. თუმცა სხვა სფეროებში უფრო იციან ხოცვაჟლეტვა, მაგრამ უბრალოდ ჯერ ის დონე არ გვაქვს და ის ფინანსური თემები არა, რაც სხვა სფეროებში და რის გამოც მიდის მერე ხოცვაჟლეტვა. სამი რჩევა კომპანიებს, რომლებიც იუთუბერებთან თანამშრომლობას აპირებენ. რჩევა ნომერი 1. ენდეთ მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ზუსტად იციან თავიანთ კონტენტში, თავიანთ აუდიტორიას როგორ მიეწოდონ თქვენი რეკლამა. რჩევა ნომერი 2 შეიძლება იყოს, რომ შეგეეჭვებათ, რომ იუთუბერი თქვენ იუთუბერს უნდა თქვენ რაღაც გამოგიჭიროთ, ან რაღაცა ნაკლებად მოგემსახუროთ, ან რაღაცა დრამე დაგაკლოთ რა. იუთუბერის мотиваციაც და რაღაც ენთუზიაზმიც არის ის, რომ თქვენ კმაყოფილი დაგტოვოთ და მომავალში ითანამშრომლოთ და არ არის აუცილებელი, რომ წინასწარ ბოლომდე მკაცრად გაწერილი წესებით ეთანამშრომლოთ. მესამე რჩევა, თუ იუთუბერთან აპირებთ თანამშრომლობას, სწორგზაზეთ გახართ და ყველა დაამოტივირეთ, რომ ეს აუცილებლად შედგეს. სხვა თქვენს ირგვლივ ვინმე თუ არ გეთანხმებათ ამ ნაწილში. TikTokers და YouTubers შორის თავარი განსხვავება არის ის, YouTuberi თავის ცხოვრებას აკავშირებს ამ პროფესიას და თავის ცხოვრებით არის იუთუბერი. TikTokeri კი შეიძლება იყო და აღარ იყო, ან პირიქით. და მე მგონია რომ იუთუბერი ყოველთვის იუთუბერია დაბადებიდან უბრალოდ ხანდახან აღმოაჩენენ ხოლმე ამას, ხანდახან ვერ რა. ჩემი აზრით, ჩემი პლატფორმის მაქსიმუმი არის. ჩემ თავზე თუ ავიღებ ამ კითხვას, მაშინ ჩემი იუთუბერობის მაქსიმუმი არის იმის კეთებას ახლა ვაკეთებ. უფრო კიდე ისე აწყობა, რომ გრძელვადი ამ პერსპექტივაში ჩემი ცხოვრების ნაწილი იყოს და ჩემთვის რაიმე დისკომფორტს ან რუტინას არ ამის კი არ მოიცავდეს პირიქით, ანუ ყველაფერს აქეთ მაძლევდეს და ის ასეც ხდება დღემდე. ყველაზე მეტად ამ სფეროს მუღამი ის არის, იმიტომ მიყვარს, რომ ანუ რა ინტერესი არ უნდა გაგიჩნდეს ცხოვრებაში, სადაც არ უნდა გადახვიდე, ანუ ეს იუთუბერული უნარები შეგიძლია ყველაფერში გადაიტანო და ვიდეო უბრალოდ იმაზე აკეთო რა. და იქ ძალიან გენიოსური რაღაცაა. ყველაზე კარგი დრო YouTube-ის დასაწყებად არის ახლა. აი, მაგ კითხვას ამარტივად. იმიტომ რომ და ესე იქნება 1 წლის მერე. და მე ერთ რაღაც დავამატებ, რომ ამას ხშირად ვამოვხმობ რა, ქართული YouTube-ი, რაც არის მაგალითად დღეს და რა იყო 5 წლის უკან, სადამიწა არის განსხვავება. იგივე იყო იმიდან კიდე 5 წლის უკან და დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება 5 წლის მერეც რა. იმიტომ რომ ძალიან კარგ განვითარების ფაზაშია, მაგრამ რაც თავარია ჯერ პროგრესში, ანუ პროგრესირებს და პიკამდე მგონია რომ ჯერ დიდი დრო არის. ამიტომ ახლა დაიწყეთ ახლა. დღეს რომ ჩემს პირველ YouTube ვიდეოს ვიღებდი, არაფერს არ შევწყვეტი, მე ჩემი პირველი ვიდეო ძალიან მიყვარს და თუ არ გინახავთ, ნახეთ, ძალიან მიყვარს. საერთოდ არ შეცვლები? რა ხდება? არაფერი ბათუმში მე მარიშკადან ვიყავით, გადავიღეთ აჭარაში მოგზაურობა, მთიან აჭარაში და გამოთ ბათუმში. აი არაფერს როგორც უნდა იყოს პირველი ეგაა რა. ქართული YouTube-ის ისტორიაში საუკეთესო სპონსორია. სპონსორები რანაირად ხდება ამ კაცს? რაღაცაში ჩატყობილია. მოდი მე ჩემ გამოცდილებას გავაზიარებ მხოლოდ. ჩემ გამოცდილებასაც და YouTube-ის გამოცდილებასაც და ვიტყვი Betson Sports. მე სულ რაღაც ერთი თვეა მაქვს ურთიერთობა. ქართული YouTube-ის განვითარებაში ძალიან დიდი როლი აქვს შეტანილი. ყველაზე ახლო მეგობარი, რომელიც YouTube-ით შევიძინე. სოსო შეიძლება ითქვას ერთ-ერთი
მათ შორის თავიდან განსაკუთრებით ძალიან ბევრს მოგზაურობთ ერთად და ძალიან ბევრი კარგი ვიდეო გავაკეთეთ ერთად და კარგი ისა, კაიდულობა. მაგრამ თავარი რა არის, იცი, რომ ვიღაცების შურს ფულსფერობაზე იყო წინა კითხვა და იმას კიდე უფრო მაგრად გავხშლი, რომ ვიღაცების შურს რომ ჩემზე ბევრად კარგად გამოიყენეს ეგ ამბავი, იმიტომ რომ მე რაღაცა საქმეებით, ბიზნესებით, რაღაცებით დაკავებული ვარ. ძალიან მენატრება ხოლმე რომ აი იუთუბერებთან არა გადაღებისას მოხვდე რა. გიგის ველაპარაკე რომ მეთქი პადელი ვითამაშოთ რა, ისე ხო ხდები რა და ეგ ძალიან მაკლია. ტურნირს ხარ გააკეთე. აუ, ტურნირი კაი იდეაა, ბიჭო. ხო გავაკეთე. კი, ვაპირებ და გავაკეთებ ალბათ ახალი წლის შემდეგ. მიზეზი რის გამო შეიძლება შეწყვიტო იუთუბერობა არის. ანუ წერან თქვი რომ რამდენი ბიუჯეტი გჭირდება ვიდეოს განასახიერებლად თუ და მეთქი ავიღან თუ საჭმელი მაქვს ვიდეო ანუ უჭმელობა საჭმლის არ არსებობა არის თუ რავი ცოცხალი ვარ და აზროვნება შემიძლია ჩემი აზრით არ შევხვდა მე მაქვს იუთუბერული განსხვავება რა თუ მაგალითად არჩევანისთანში დავდგები რომ ავირჩიო საილუზიო სფერო თუ იუთუბერობა ავირჩიო აუცილებლად საილუზიო იმიტომ რომ მე რო დღეს იუთუბერი ვარ მაგის დამსახურე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაც იუთუბერობით გამომიმუშავდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის მე ვერ ვიტყვი რაღაც შენ უნარები გქონდა მე მგონი ყველაფერი მართლა ესე არ გამომივიდეს ახლა თავს ვიქებ მაგრამ ზოგადად ბავშვობიდანვე ვარ ძალიან პასუხისგებლობიანი ფოკუსებიდან გამომდინარე კრეატივსაც არ უჩივი მე უფრო ვიტყოდი რომ ჩემი უნარები იდეალურად შეეფერება ამ პლატფორმას მაგრამ აუცილებლად ხას გავუსვავ რომ პლატფორმამ გააუმჯობესა ეს უნარები რა ანუ თავარი რამ რაც YouTube-მა მასწავლა არის სულ მეგონა რომ ყურებადი რო ყოფილიყო თემა რასაც მე ვაკეთებ უნდა ყოფილიყავი კადრში კარგი რა აი წარმოსაჩენი ლამაზი რასაც ეძახით და აღმოჩნდა რომ რაც პირიქით არის უფრო არის ხო ეგ უფრო ტრეში არა შეხედე მეცი რა ეგ პირი ეს ხო რაღაცას ვამბობ აი მივხვდი რომ შეიძლება იყო აბსოლუტურად ნეიტრალურად ჩვეულებრივი ნამდვილად აი უბრალოდ ჩვეულებრივი ხო ხე არაფერი უბრალოდ ჩვეულებრივი და ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო აი ესეთი თემა შექმნა რა რომ ადამიანების იმოქმედებს. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოიყურები კადრში, ყველაზე მნიშვნელოვანია ამბავი, რომელსაც ყვები და ეს იყოს ნამდვილი ამბავი, რაც შენ გიხება თორე. ამიტომაა რა, ძალიან მაგარი პლატფორმა, რომ აუთენტურობა აქ ყველაზე მეტად ფასობს რა. YouTube-მა ჩემ ყოველდღიურობაში შეცვალა. ბევრი რამე შეცვალა, მაგრამ ერთი რო ავიღოთ. მოდი მე დაგისვამ რა მაკითხოს და სხვანაირად, მართლა მაინტერესებს. ანუ კაკო Hungry Man-ში როგორიც იყო და კაკო როგორც არის, სხვაობა გითხარი მაგაზე. კაკო Hungry Man-ში იყო გადაწყვეტილების მიღების 1/4 მინიმუმ და ჩემი თავის გამახატვის რესურსი, ფორმატი არ გაძლევს. ხო, ფორმატი არ მაძლევდა მაგის საშუალებას და თან მეტი პასუხისგებლობა. გაზრდილიც არ ვიყავ მინდაურად რა. ეხა ბევრად უფრო გამბედავი ვარ, ბევრად უფრო ვიცი რასაც ვაკეთებ, ბევრად უფრო ვენდობი საკუთარ თავს. სუსტად ეგ არის მაგ კითხვაზე პასუხი მე მგონი. მოგონიება. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც YouTube-ზე დავუშვი. გულწრფელად უპასუხო თუ ისე რა? აუ თქვი საინტერესო არის. მიდი გულწრფელად. ბიჭო, გულწრფელად. ერთ კითხვაზე გიო გულწრფელად. გეტყვი. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც YouTube-ზე დავუშვი, კი არა და ზოგადად რასაც ცხოვრებაში ვუშვებ, ესე მგონია ხოლმე, რომ მხოლოდ არ ვიცი, აი თუ სამართლიანი თუ ხარ და მართალი თუ ხარ და თუ რაღაცის გჯერა, უეჭველი უნდა მიაწვე რა და მე ნენდლად რო გავიდა მივხვდი რომ საერთოდ არ არის ვიღაცებს რაღაცები დაუმტკიცო აუცილებელი რა. ხო და ამის გამო იყო რა ეს დიდი ამბები ჩემი ხო თუნდაც მაგ მომენტში ეგ იყო იდეაში როგორი მომენტი იცი რომელზეც რო იძახიან ხოლმე რომ აი თან გამაძლიერა მაგრამ თან რაღაც მაგრამ აი მე ვთვლი რომ მაგან რაღაცეები დატოვა რა ჩემს შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მაგალითად აი ზოგადად საზოგადოებაზეც კი ნაწყენი ვიყავი თუ რაღაც ეგეთი აი ამდენს რაღაცა შრომობ ვაკეთებ ვიდეოს ვაკეთებ ასე შემდეგ და რეალურად არ ფასდება და არაფასებენ თუ არ აღიქნება სწორად იმიტომ რომ რაღაცა დამახინჯებული ინფორმაციებზე დაყრდნობით არასწორი შედეგი თუ რაღაცა მაგას ბევრი მიზეზი ქონდა ჩემგან, მაგრამ ჩემი აზრით ეგ იყო შეცდომა, რომ მე მხოლოდ სამართლიანობა მეჭირა ხელში თუ რაღაცა ჩემი გაგებით და მეკიდა დანარჩენი ყველაფერი და ჭკუა ცოტა არ დავახმარე, რომ აი ცოტა ისე მოვიქცე, ისე რაღაცაი ხო ხდები რა, აი ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, შეიძლება და სხვა შედეგი დამდგარიყო რა. მაგრამ ეხა თავიდან რო მოხდეს ეგ რაღაცა ეგრევე ვიზამდი თუ არა არ ვიცი რა შეიძლება ისე ვარ მექნა ეგრე შევა რომელსაც დამწყები YouTube-ს მისცემდი პირველ რიგში შევა იქნებოდა ნახეთ ყველაზე მთავარი ალბათ არის რომ კონტენტის წარმოება უნდა აწყო ისე რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაიჭედო მაქსიმალურად იმიტომ რომ არ იცი ეს ხო ანუ არ იცი როდის მოვა ის გავარდნის მომენტი და სანამ ეგ მოვა მანამდე უნდა გახაჩო მეორე რიგში შევა იქნებოდა რომ თქვენი არხის
იკონურობა არის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი საერთოდ ყველაფრის. ამიტომ განსაზღვრეთ რა გამოგარჩევთ. ერთი თქვენი გამომწერი როგორ მოუყვებოდა თქვენზე მეორეს, ანუ რა სიტყვებით. და მესამე შევა იქნებოდა იუთუბერებს ძალიან დიდი გავლენა გვაქვს და შესაბამისად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც გვაქვს. ამიტომ ყოველ დღე უნდა ვეცადოთ რომ გავხდეთ უკეთესი ადამიანები, რადგან კონტენტი კი არ არის მთავარია ის ადამიანებიც კონტენტს აკეთებს, რა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია, რომ გარისი მატარებელიც არის ამის ამბასადორი ხდება თვითონ და გამავრცელებელი. ხო, გამავრცელებელი ხდება და ამიტომ ჩვენ თუ უკეთესები ვიქნებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მაყურებელსაც რაღაცა პოზიტიურს უძღვით. ყველაზე დაუფასებელი ქართველი იუთუბერი არის. აი ეს მე გავიგე, გეგონება, რომ აი ძალიან კაი კონტენტია და მაგალითად ხალხმა ვერ დაინახა და არ უყურა. ან არასწორ დროს ხო ხდება 10 წლის წინ გადიოდა. თუნდაც ეგ ამბავი რა, თუნდაც ეგ კითხვა რა. YouTube-ზე კიდე ნაკლებად მიესადაგება, თუნდაც ტელევიზიისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ტელევიზიაში ჭირდებიან ადამიანები, რომლებიც დაგაფასებენ და შეიძლება არ დააფასეს ეს ადამიანი, მაგრამ YouTube-ზე თუ აკეთებ YouTube-ს და თუ კარგად გააკეთებ და თუ ყველაფერი გესმის, მიკუთებ როგორიც არის საჭირო, შენ დაუფასებელი ავტომატურად ვერ გახდები. მე ესე დააგე რა, დაუფაი YouTube-ზე ძალიან მნიშვნელოვანი არის სტაბილურობა ზოგადად რა რაღაცას ერთხელ დადებ ორჯერ სამჯერ რაც დამწყებ YouTuber-ებს რაც მოზიდ ხოლმე რომ შეიძლება იმ ხელა შრომა ჩადო მაგრამ იმ ხელა შედეგი ვერ მიიღო და ამან ხვალ უნდა იმოქმედოს შენს мотиваციაზე და უნდა გააგრძელო და ზოგადად ეგრე მჯერა რომ ცხოვრებაშიც ეგრეა და არა მარტო YouTube-ზე რომ რაღაცას თუ აკეთებ და გეკუთვნის და ამას ვერ იღებ ხვალ 2 მაქვს მიიღებ რა თუ შენ ამას გააგრძელებ და YouTube-ზეც ეგრეა რა შეიძლება დღეს შენ ის შედეგი არ მოდის შენთან, მაგრამ შენ თუ შრომას გააგრძელებ, ანუ არ არსებობს ცხოვრების დაუწერელი. კანონია რომ შენ თუ შრომობ, შედეგი აუცილებლად იქნება. რას ფიქრობთ ამ ფორმატზე, ესე ვთქვათ, ეხლა დღეს რაც ხონდა და ისურვებდით თუ არა 7-ში, თუნდაც კრეატორ სამიძე მსგავსი რაუნდტეიბლი, თუნდაც ცოტა დიდი გაგვეკეთებინა იუთუბერების მხრიდან, უფრო საინტერესო განსხვავებული კითხვებით კიდე და პლუს კიდე სხვა თემის რაუნდტეიბლსაც ვაპირებთ სხვათა შორის. ძალიან საინტერესო იყო, ქრონომეტრაჟი დამაყლდა ცოტა რა. არა, მართლა ძალიან საინტერესო იყო. თემებზე ცოტა ისეთი განსხვავებული თემები იყო და რაზეც შეიძლება ესე ყოველდღიურად ისე არ გვიწევს რა ფიქრი ხოლმე და ფიქრი და შესაბამისად საუბარი და მე მგონია რომ მაყურებელსაც უნდა მოეწონოს. მოკლედ 7-ში კრეატორ სამიძე ასევე იდეა გვაქვს და გვინდა რომ მსგავსი რაუნდტეიბლი გავაკეთოთ სპონსორების მხრიდანაც, ანუ კომპანიის წარმომადგენლები, მარკეტერები დავსვათ, ბრენდის წარმომადგენლები და მათ ჩვენ რაც გვაინტერესებს იმ თემებზე კიდევ უფრო ესეთი ღრმად დაფიქრების საშუალება და საუბარის საშუალებაც მიცემთ. მოკლედ, მეგობრებო, ვისაც გინდათ, არ გაჩერდეთ და ჩვენ შევხვდებით შემდგომ ვიდეოში. არ დაგავიწყდეთ არხების გამოწერა და გელოდებით 7-ში კრეატორ სამიძე.